მინდა გადმოვინაცვლებ უკვე სტუდიაში ნინო ჯღარკავა, რომა ქევხიშვილი, თამთა შამათავა და ზურაბ ხადაგიძე არიან ჩვენთან ერთად და ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, ახალისებს თუ არა ხელისუფლება ასეთი ტიპის აგრესიას, ახალისებს თუ არა ხელისუფლება მიუღებელ ჟურნალისტებზე თავდასხმას ან მიუღებელი ჟურნალისტების მიმართ რაღაცნაირ ანგარიშწორებას, თუნდაც სამსახურიდან გაშვებით, რისი მაგალითიც აქ ყავს საზოგადოებრივი მაუწყებლი ჟურნალისტი რომა ქევხიშვილი, თუნდაც იმის მიმართულებით, რაც მოხდა აეროპორტში. მადლობა დიდი, რომ იღებ ჩვენს დისკუსიაში მონაწილეობას. მოდით ნინო, თქვენგან დავიწყებ. როგორ ფიქრობთ, აი ამ წახალისებაზე რა სიტყვით ეჭვი აქვს თვითონ რუსთავი ორსაც, რომ ეს იყო შეგნებულად და დიდი მადლობა რომ ვარ შენ სტუდიაში. მადლობა თქვენ რომ მონაწილეობა, რომ დღეს თქვა ის ყველაფერი, რაც აქამდე ნაწილობრივ მithქვამს მე, როდესაც ეთერში თავად ვიყავი, ან მithქვამ სოციალური ქსელით, მაგრამ აი ხე უფრო კარგად ჩამოვაყალიბე. უსმენდი ეხლა მე ზალიკოს, რომელთანაც მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რადგან ზალიკოს აქვს ის პირველი არხის სკოლა გავლილი, რომელიც მე და შენ გავიარეთ და მე ყოველთვის მაქვს კოლეგიალობა სხვებისგან განსხვავებით, როდესაც მე თავს მისყვია მხოლოდ მაშინ ვარ ხოლმე თავდაცვის რეჟიმში და უბრალოდ ზალიკოს ბოლოს თქვა ძალიან კარგი ფრაზა, ძალიან ძნელია, როდესაც გაგინებენ, შეურაცხყოფას გაყენებენ და მოითმინო. დიახ ზალიკო, ძალიან ძნელია. ის ცილის წამება ძალიან ძნელია. რაც რუსთავი 49 წლის მანძილზე ატარა. ძალიან ძნელია მომეთმინა ეკაკვესიტაძის გადაცემა აქცენტები, სადაც პირდაპირ ყალბი აკაუნტით შექმნილი რაღაცა ფეიკით საშინელება დამაბრალეს თვითკვლელობის მცდელობამდე კინაღა მიმიყვანა რუსთავი 2-მა. ძალიან ძნელია, როდესაც ამას ყოველდღე უსმედით 2012 წელს საარჩევნო კლიპში, როდესაც მიდიოდა გვაბრუნებს ბიზინა ივანიშვილი და აჩვენებდნენ ყოველდღე თამაზ თამაზაშვილს, რომელიც ტანკის ბარი გაიყო, თურმე იყო დამაქცევარი კახეთის და ამ დროს ჟანგიანი ავტომატი ჩაუდეს და კაცი ციხეში ამით გაუჩვეს. ძალიან ძნელია ამ ცილის აწანა და მე პირველ რიგში ამ ხელისუფლებას პირველ რიგში ვადანაშაულებ, რომ არ მიიღეს ცილის წამების კანონი და ეს არ შევიდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ამოიღო სწორედ იმიტომ, რომ სხვანაირად ის ვერ იცხოვრებდა, ცილის წამებით უნდა ეცხოვრათ იმ პერიოდში და დღეს არ მოახერხა ამ პარლამენტმა, თორემ დღეს ბევრი სტუდიაში არ იჭდებოდა. ცილის წამების მუხლი რომ ძალაში იყოს და დასჯადი იყოს, დღეს არ იქნებოდა ძალიან ბევრი ადამიანი, ვერც ჟურნალისტიკაში იქნებოდა, ინგა ვერც პოლიტიკაში იქნებოდა და დღეს იქნებოდნენ ციხეში. მე ამას ვამბობ სრულიად გულწრფელად და ამას დამეთანხმება თუნდაც ის ოპონენტები, ვინც არ მეთანხმება. და მე მინდა აუცილებლად შევეყო, რახან მაქვს ამის საშუალება ახსენე საზოგადოებრივი მაუწყებლი ჟურნალისტის რომა ქევხიშვილის წასვლა. მოდი ამაზე მოგვიანებით. კი ბატონო. კარგით, ამაზე მოგვიანებით, მანამდე მე მინდა თითოეული ჩვენი სტუმრის შეფასება მოვისმინოთ. ანუ არის თუ არა წახალისებული აგრესია არასასურველი მედიის ჟურნალისტებზე, რომ რას ეთქვი შენ? არა მარტო მოგესალმები, ინგა მივესალმები მაყურებელს, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. არა მარტო ჟურნალისტების მიმართ არის ძალადობა წახალისებული, არა მე ზოგადად ქვეყანაში წახალისებული არის ძალადობა და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. თქვენც ისაუბრეთ თქვენ შესავალ ტექსტში, როდესაც იგივე კორცხელის ამბავი ახსენეთ და დღემდე მართლაც რომ მედიით, ფოტოებით, სოციალური ქსელით ძალიან მალე მოხდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჭირდა ძალიან დიდი დრო იმისთვის, რომ თურმე დაედგინა ვინ იყვნენ ეს ადამიანები. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე არის წახალისება ძალადობის, ნინო ჯღარკავას მოუნდება მისთვის არასასურველ ჟურნალისტზე გაგზავნის ან დარეკავს საზოგადოებრივ მაუწყებელში ან გაგზავნის წერილს და რომა თავი შეიკავე მე სტუდიაში ვზივარ კიდევ მორიგისილის წამება რომა მე ვიტყვი ვიღაცას მოუნდება ნამდვილად არ გაგაშლევინებ ეხლა აქ ფრთებს და ცილის წამების კორიანტეს არ ჩაგატარებინებ რომა ქეშიშვილი შენ დღეიდან გახდები პოპულარული შენ აქამდე არ გიცნობდა არავინ არ შენ ჟურნალისტურ მოღვაწეობას ვიცნობ ჩვენ ჩემ მე თუ 20% ვიცნობ ეხლა ნინო ჯღარკავა არ არის ფიგურა ძალიან გთხოვ თამაზაშვილის წნილი და ეხლა მომისმინე ძალიან გთხოვ თამაზაშვილის ნიურის წნილი დააგემოვნე მე დამანე რომა ქევხიშვილი გენერალ თამაზაშვილის მაკაცობა ჯობია ვიცე გუბერნატორი ნაყოფილარი თუ რაც ქვია გიორგი სიბაშვილის მეგობრობას
და ძალიან გთხოვ ეხლა ცოტა ტონს დაუწიე როცა იმ რეპრესირებულ ადამიანებზე საუბრობ და კიდევ ერთ გეტყვი მე არც ის ფიგურა ვარ დღეს მთავრობაში კიდევ აი ხომის მერე დამცინე რომ აქერხიშვილი 2 დღის წინ ნინო ჯგარკევის ტოკინაძის გვერდზე ინფორმაცია გვაქვს მოდი გადაამოწმე ეს ინფორმაციები ნინო ჯგარკავას რომ ელისო მოდი დაასრულოს ნინო და მოგცემ სიტყვას ნამდვილად ამ ცილის სამების კორიანტას ვერ ჩაგატარებინებ ნინო ჯგარკავა არც ქართული ოცნების სიაშია არც ოცნებობს პოლიტიკაში მოსვლაზე არც ოდესმე უოცნებია ხო სადაც ვარ ძალიან კარგად ვარ იქ მე 2004 წლიდან ვიყავი აი იმ დღიდან როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 400 ადამიანი პირველი არხიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვა მათ შორის მე მათადან ყვებია და არავინ თქვას რომ მე ვიღაცის სახელით მოხდე მე იქ ვიმუშავე წლები კარგი არა მოკაცრავად რომან დაასრულოს მაშინ შენ ბექგრაუნდზე მესაუბრე რა ძალიან მაინტერესებს შენ ვინ გადიშვა იქ და სადაც არც მუშაობდი იყავი ხელშეკრულებით 31 მაისს ხელშეკრულებით ყველაფერი გადავამოწმე ხელშეკრულებით და იმიტომ ვამოწმებ მე მომზადებელი შენთან დასხობით არ მოვდივარ ჭორებით ნინო ჯგარკავას სიაშია ნინო ჯგარკავას თუ უნდა სიაში მოდით ერთი წუთი შეფასებები მოვისმინოთ და მე საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკაცრავად ფილმებიდან გამომდინარე შეურაცხყოფას თავი დაანებე და მონას ვხედავ მე აქ ნაციონალური მოძრაობის მონას რომან ქერხიშვილს რომელიც გიორგი სიბაშვილის პროტეჟეობით მოხვდა პირველ არხზე ხათუნა ბერძენიშვილი პირდაპირ ჩართვასაც არ აკეთებინებდა კახეთიდან რომან ქერხიშვილს ამ ხელისუფლებაში როგორ არ გაბედო ხათუნა ბერძენიშვილი უკაცრავად ვირა გაბედა არ გაკეთებინებდა პირდაპირ ჩართვას არ გაკეთებინებდა უკაცრავად და ღირებულად და თუ დღეს ღირებული ხარ ინგა გრიგოლიამ 0-დან დაიწყო ინგა გრიგოლიას ერჩოდა ყველა მთავრობა მაგრამ იწყებდა 0-დან შეგიძლია მეც დავიწყე 0-დან შეგიძლია რუსთავიორის გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა ზალიკო მე ვთხოვ ინგა პირველის მთავარი შენი სარეკომენდაციო არაფერი ბექგრაუნდი დამატებული კარგით მეგობრებო სილის წამებას თავი დაანებე სალაპარაკო და რო არ მოსული შენ არ ხარის ფიგურა და ასწავლაში ჭიდაო რომ ნინო ჯგარკავას აქცია მეგობრებო მოდით ერთი წუთი დაიწყე კარგი ნინო ერთი წუთი რომა შეუწყობას თავი დააკადრებ იმას რაც არ უნდა დაკადრო მაკადრებ შენგან ყველაფერია მოსალოდნელი ყველაფერს კადრულობ ყველაფერია მოსალოდნელი ასე კაც რამ შეგაძულა თალები არის წარმოუდგენელი ლალი მარუშკინას აკადრე უკადრებელი კაცმა უკადრებელს კადრულობ ყოველდღე რატომ ძუს კოლეგები კარგი რატო შენი სტატუსები იყო ჩემი არის აქ არ ვარ ჩემი და შენი კოლეგა ჟურნალისტი რატო ძუს შენ დაიწყე თავად მოდი ერთი წუთია შენი გვარი აი ეს არის დღევანდელი ხელისუფლების დაასრულე და ზურგი დაუწიე ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სახე ბატონო მოკლედ რა ხდება რუსთავიოსთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან დაკავშირებით მუხლი იყო შენათ არიჯდებოდი კარგი მოდით ვაცადოთ აი ეს არის ზედმეტი დემოკრატია მოდით ვაცადოთ რომან ნამდვილად გასაოცარი დემოკრატია რომელიცაც გააოცეთ შენ თამაზაშვილმა მისმა სიძე და ბიზნესმა მეურო. კარგით, ერთი წუთით მოდით პირადი ურთიერთობა კახეთი გააოცეთ. კარგით, მოდით პირადი ურთიერთობების გარკვევა არ გვინდა, ანუ რომ თქვენ ფიქრობთ რომ ეს არის ხელისუფლებისგან დაგეგმილი ზოგადად ოპონენტებზე შეტევა? ზოგადად ოპონენტებზე შეტევა, აგრესია არის დიდი რუსთავიორის მიმართ. ანუ ხელისუფლება მუდმივად ის რაც კვირიკაშვილმა იკადრა გურჯაანში და თქვა ნიკა გვარამიას განცხად მისამართით, ხო? რას გულისხმობთ რა განცხადება? კაცი რო იყოსო პასუხს გავცემდიო თუ რაღაცა, როდესაც ხელისუფლების მხრიდან არის კონკრეტულ მედია საშუალებაზე აგრესია, ხო შესაძლოა ეს არ იყოს ვინმეს გაგზავნილი პიროვნება აეროპორტში, მაგრამ უკვე ხელისუფლების მხარდამჭერი ადამიანი უკვე არის წახალისებული და ხვალ ზეგ არჩევნების მოახლოებასთან ერთად
ყველას გაარტყავენ, ყველას დაარტყავენ, მათთვის მიუღებელ და არასასურველ ადამიანს. მოდით, მე ნინოს და რომას ბევრჯერ მივცემ კიდევ სიტყვას, ზურა ქადაგიძესთან გადავდივარ. ეხლა კითხვით, ის რასაც ჩვენ ვხედავთ, თავდასხმა ჟურნალისტებზე მე წეღან ზალიკოსთან საუბარშიც გავიხსენე, არაერთხელ გვინახავს 2012 წლის წინაც მე მინახავს მაშინდელი ხელისუფლებისთვის არასასურველ ჟურნალისტებზე საშინელი თავდასხმები, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ დღესაც ხდება იგივე, რადგან გარკვეულწილად ხდება ძალადობის წახალისება. მოგესალმებით მოწვევისთვის სტუდიაში, მოგესალმებით მაყურებელს. ქალბატონო ინგა, თავი და თავი ჩვენ ყოველთვის ერთ პრობლემას ვაწყდებით, რომ რაღაც როდესაც ფაქტი მოხდება, ვიწყებთ ამ ფაქტის განხილვას, რომ მოხდა, ხვალ შეიძლება იგივე განმეორდეს, რატომ მოხდა, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, ამაზე არავინ არ საუბრობს. აქ ეხლა ცილისწამების კორიანტელი რო დადგა. ეს რა ხდება? ეს ამის შეფასება არ არის საჭირო? მე ვსვავ კითხვას, თავი დავანებოთ ყველანაირ მუხს, გადაკვალიფიცირდეს. მე მაგალითად მომხრევა, რომ უნდა გადაკვალიფიცირდეს, იმიტომ რომ ადამიანი ამბობს, რომ ჩიორად აკთაშვილი მოგწონს თუ არ მოგწონს, მას წერდი და ქალბატონი ჩიორადს ამბობს, რომ მე მწერდა, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, გადაკვალიფიცირდება, რატომ ხდება ეს ფაქტები? მე სრული პასუხისგებლობით, ბატონი ზალი იყო, ეხლა გამოსული და საუბრობდა, მის უფროსთან სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ. რაც მან განაცხადა, თუნდაც იმაზე CNN-ზე და BBC-ზე, ეს არის სასაცილო, ხახდო. მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ რას ლაპარაკობთ, რომ ტენდენციურია, ან ერთი ან მეორე არხი. შეიძლება ეხლა ძალიან შორს რო არ წავიდეთ, თემა რო არ წავიდეთ. დასაგებია. ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური ეკონომიკა, ამას როგორ უჭერენ მხარს? ეს სხვა საკითხია, მაგრამ სარედაქციო პოლიტიკაში რო შენიშნონ ტენდენციურობა დამერწმუნეთ, საციხოდ გაუხდებათ საქმე. იმიტომ რომ მსოფლიოში არსებობს რას ლაპარაკობ? ტენდენციურად რო გააშიქოს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ადამიანი რომელიც ამბობს, რომ დიახ, ჩვენ ვართ სუბიექტურები, ჩვენ ვართ მიკერძოებულები, მას რისი პრეტენზია უნდა ქონდეს? აქ იყო ცილისწამები და ახსენეთ ერთი გვარი. მე ყველაზე დიდი პრეტენზია რამოდენიმე წლის წინ ზუსტად და რატომ მაშინ არ გაიგეს ხელისუფლებას მიმართავ ეხლა, რატომ არ გაიგეს შესაბამისმა უწყებებმა, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ხახნო რაც ხდებოდა, ეს არ მოხდეს ისე, რომ ხალხმა გადაუხადოს სამაგერო. მაშინ რატო არ იყო იმ სამართალდამცველებისთვის ის მინიშნება, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება თითოეული დეტალის, იმ მეცხრე არხელის, რა მნიშვნელობა აქვს ის გამოაგდებენ და როდის გამოაგდებენ? ქალბატონო ინგა, ჩვენ ვართ პრობლემის წინაშე. პრობლემა რომ ეს ხდება, იმაშია რომ ანუ იმიტომ რომ ვერ დაიწყეს გამოძიება მე და თქვენ შეიძლება ჩვენ სტუდიაში ყველას კონდეს თმენის ვალდებულება. ჩვენ კონდეს უფრო მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა. თავი დავანებოთ ამას, მაგრამ დამერწმუნდეთ დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით აკაკი გოგიჩაიშვილი ბიზნეს კურიერსაც კი მიუძღვნის და საშინელებებს დააკავებს. არა, რას ნიშნავს ახლა ჩემ ჟურნალისტების ჯგუფზე რომ მოხდეს თავდასხმა უკანა უახლოეს ერთ კვირას მინიმუმ გავაკეთებ ყველა გადაცემა. აუცილებლად უნდა გაკეთდეს, მაგრამ თავი და თავი მე ამას ვამბობ, როდესაც არაობიექტურობა, ქარტიას შეგახსენებთ თუნდაც, ეთიკის კარტი, ეს მარტო საქართველოში მიღებული დოკუმენტი არ არის. ამაზე მსოფლიო ჟურნალისტიკას მიუთითებს და სახელმძღვანელოა ეს ყველაფერი. პატიოსნება, ობიექტურობა, როდესაც უყურებთ ამ გადაცემას, ძალიან დიდი ბოდიშით. მე ეწვი არც იმაში არ ვეყარება და ჩემი სუბიექტური აზრია. ჩემი სუბიექტური აზრია, ქალბატონო ინგა, თუ აგრესია გაუჩნდება ადამიანს. ჩემი სუბიექტური აზრია ეს, რომ ქუჩაში გამბლს, თუ კი რუსთავი 2-ის ჟურნალისტზე, რაც დასჯადია და აუცილებლად უნდა დაისაჯოს, თუ კი გაუჩნდებათ აგრესია, იმიტომ რომ მთელი სარედაქციო პოლიტიკა არაობიექტურია და მიკერძოებულია, ნუ გაგიკვირდებათ ბატონებო. მოდით რა, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაზე მოდით ნაკლებად ვისაუბროთ ზოგადად აგრესიის თემაზე. მაშინ პირადული ყოფილა ქალბატონი. მაშინ ყოფილა პირადული, ის ადამიანი იცნობდა მაშინ. კარგი, ზურა, დაგიბრუნდებით. მოდი შემდეგ კითხვას უკვე მე ნინოსთან რომ დავსვავ, მანამდე თამთას უნდა მივცე სიტყვა. განვიხილოთ ეს ყველაფერი იგივე კურცხელის კონტექსტში, იგივე წამების კადრების საჯარო ჩვენებებით და ასე შემდეგ. თამთა რა სიტყვით თქვენ?
რატომ გახშირდა, რატომ გაძლიერდა ეს აგრესია არჩევნების მოახლოებასთან ერთად? და არა მხოლოდ გუშინ რაც მოხდა ჟურნალისტებს და თავდასხმა სამწუხაროდ ეს არ იყო პირველი შემთხვევა თითოეულმა ჩვენგანმა აღნიშნა რომ ეს ხდებოდა წლების განმავლობაში როგორც წინა ხელისუფლების დროს ახლაც ამ ხელისუფლების დროს და რატო ხდება ეს სამწუხაროა რომ უნდა ითქვას ერთი ფაქტი რომ რატომღაც ის ხელისუფლება რომელიც არის მმართველობაში ყოველთვის იწყებს ამ აგრესიის გამართლებას როცა აწყობს ეს რა თქმა უნდა ყოველთვის ვიწყებთ გამართლებას რომ იცით რა ის მოხდა ამიტომ რომ ვიღაცას რაღაცა შეაგინა ვიღაცა ანუ არ ხდება რეაგირება და დასჯა კანონის შესაბამისად და ხდება საუბრები გამართლება და შემდეგ ბრალდებების ურთიერთბრალდებების მთელი კასკადი ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ საზოგადოებას ეს ნაკლებად დაინტერესებს როდესაც ხდება ძალადობა კანონის შესაბამისად უნდა იყოს დასჯადი როდესაც ჩვენ ვამბობთ წახალისებაზე თუნდაც წინა ხელისუფლების დროს თუნდაც ახლა და იმიტომ გრძელდება ეს ძალადობის მთელი კასკადი რომ წახალისებაზე როცა ვსაუბრობთ არ არის მარტო საუბარი იმ ვორდინგზე რომ ეხლა ვიღაცა გამოვიდეს და უთხრას რომ მოძალადეს რომ იცი რა შენ კარგი ბიჭი ხარ რომ ისცემე ეს ვორდინგი არ არის საჭირო წახალისება შეიძლება ჩაითვალოს როდესაც ადამიანმა იცის რომ შეიძლება თავპირი დაამტვრიოს ვიღაცას მაგრამ ამის გამო მას უბრალოდ შეიძლება 100 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლოს და მაგალითად ისაც კორცხელში მოხდა კი ბატონო თუნდაც და არა მხოლოდ აქამდეც მოხდა რა და ვიცით რომ ეს თუნდაც 12 იანვარს ტაბულა ჟურნალისტებს რომ დაესწნენ თავს ეგენც გირაუთი გაათავისუფლეს და არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე და ასე შემდეგ ანუ როდესაც თავდამსხმელს უღირს რომ აი მოდი ხა ამას მევცემ პირადი სიძულვილის თუ ვიღაცის დავალების გამო გადავიხდი 100 ლარს თუ ხო პირობითად 400 თუ რამდენიც იქნება და გამომშვები ვიღაცებს ეს უღირს და აი ეს გზავნილი ეს მესიჯი რომ შენ ამის შესაძლებლობა გაქვს ეგეც არის ძალადობის წახალისება და გარდა ამისა როდესაც ძალადობის წახალისებაზე ვსაუბრობთ ასევე არ შემიძლია არ გავიხსენო ის ტექსტები რა ტექსტებიც ისმის ამა თუ იმ უწყების წარმომადგენლებს კონკრეტულად მითხარით თუნდაც ახალცაც ამბობს ერთ-ერთი დეპუტატი ამბობს რომ ეს კონკრეტული შემთხვევა იყო და მე რა მოხდა ვიღაცებმა გაარკვიეს ყოფითი ადგილზე წარმოქმნილი ინციდენტი ეს არის ეკა ბესელიას განცხადება კი ბატონო როცა ერთმანეთზე პარლამენტის ტრიბუნიდან ამა თუ იმ პოლიტიკური კლანის წარმომადგენლები საუბრობენ რომ აი დაჭამეთ ერთმანეთი შეჭამეთ ნაციონალები შეჭამეთ ოცნების წარმომადგენლები ანუ ეს სიძულვილის ენა როცა ისმის ესეც არის ერთგვარი ძალადობის წახალისება სხვა არაფერი ხარ არავინ არ გამოვა და არ იტყვის რომ ირაკაი ბიჭი ხარ რომ სცემე მაგრამ ამ ყველაფრის ქვეშ აი ამ ქმედების და აი ამ სიტყვების და ამ გამოსვლების ქვეშ დევს ძალადობის წახალისება ეს მოდის ხელისუფლებისგან კი ეს მოდის ხელისუფლებისგან წინა ხელისუფლებისგან ახლა ამ შემთხვევაში ქართული ოცნებისგან და იმ ხელისუფლებისგან ვინც ხავს იმიტომ რომ მათ ეს აწყობ ხელისუფლების ვალდებულებაა რომ რატო ხდება მხოლოდ 125 მუხლით რაც გეთანხმები თუმცა ეს არის საქართველოს უბედურება მოდი რა შევთანხმდეთ შენ წეგან გაიხსენე ნინო აი სააკაშვილი რომ მოვიდა და გამოგვიშვა მე მახსოვს სააკაშვილის ხელისუფლება როცა მოვიდა ხელისუფლებაში ყველა ერთად ვინ შევარდნაძის დროს მუშაობდა გამოაცხადეს რევოლუციის მტრად მაგრამ მანამდე გვახსოვს, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება მოვიდა ზვიადისტობის ნიშნით ადამიანებს როგორ ექცეოდნენ იგივე მედია საშუალებებში. ეხლაც იგივე ხომ არ არის. აი მე წეგან შემთხვევით არ თქვი, რომან ქევხიშვილი არის ადამიანი, რომელიც განსხვავებული მოსაზრებების გამო გამოუშვეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და დავასვე თქვა, რომ აქვე თქვა, რომ თურმე ნინო ჟღარკავამ და რეკა და ნინო ჟღარკავას გამოუშვია და ესე იგი აქ პოლიტიკური ზეწოლა კი არა მე ყოფილ ვარ თურმე აქ მე დამირეკავს არა პირველივე ფრაზა თქვა რომ ნინო ჟღარკავას ზარით ნინო ჟღარკავას არანერი სარჩელი მე არ შემიტანია მე აქვე ვიტყვი აი რომ რახან ეს თემა ჩამოვარდა სოციალურ ქსელში ვნახულობ აი ესეთ პოსტს საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელსაც მე უხდი ფულს შენ უხდი ინგა და საქართველოს არა უკაცრავად მე ჩემით ვიხდი მე თავად ვიხდის გადასახადს და საგადასახადოსაც და 20%-ად ჩემი ხელფასიდან შენ მე არაფერს არ მიხდი მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელს პირადად ხალხი ფულით არის გიორგი გვიმრაძე უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე დეპარტამენტის თავმჯდომარე არა რატო იმიტომ თემას მიყვეთ. თემა არის გიორგი გვიმრაძე არის დღეს მოამბის დირექტორი ადამიანი რომელსაც ხავერზე აქვს სატვირთული ქართული ოცნების ბანერი კარგი ეხლა მე არ გიშლიდი ხარ ერთი წამი მოვყავდი რა დავასრულებ და ისავდე მე არ მინდა ნამდვილად შენთან ეხა პოლემიკა და აქ რაღაცა ის სცენის მოწყობა უბრალოდ წარმოიდგინეთ ადამიანი რომელსაც აქვს თავისი სხვა ჩარჩოები და მეთანხმე რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გვიმუშავია ჩვენ და იმაზე დიდ ხანს 16 წელი ვიმუშავე რომ აქ მონა ჟურნალისტი არასდროს
მაშინ სად იყო ნინდა გრიგორიაც ეკნუსობდა მონა იყო ჩვენ მონები არ ყოფილვართ და ძალიან გთხოვ მე ისეთი თავისუფალი ვიყავი მაშინ ეგეთი თავისუფალია არასდროს შეიძლება დღეს არა ვარ როცა მე ვაკეთებდი სიუჟეტებს და გადაცემებს და ესეთი ბოღმა ჩვენ კოლეგებს ერთმანეთის მიმართ არ გქონია ერთმანეთს ვეფერებოდით 4000 ადამიანი და უქებდით რეპორტაჟებს ეს დრო იყო აი ზუსტად ეს არ მათქმევინებს მე ზალიკოზე დღეს რამე ფრაზას იმიტომ რომ მე აქვს ეს რაც დღეს შენ არა გაქვს და ვაგრძელებ ამ თემას სწორედ რომა ქეფხიშვილის კედელზე ნახულო პოსტს ქალბატონ ლალი მარუშკინას მიმართ აღარ გავიმეორებ მანის რაც დაწერა ეს არც მამაკაცურ არც ჟურნალისტურ არც კაცო არანაირ ჩარჩოში არ ჟდებოდა მით უმეტეს ლალის არც რომ აუხსენებია რაღაც პოლიტიკური მისი რაღაც მორიგი სტატია ქონდა გაზიარებული და მისი ინტერპრეტაციით ფანტაზიით ლალის აკადრა ის რაც მამაკაცმა არ უნდა იკადროს. აი ამის სამსახური. არა, ინგა, უბრალოდ მე მაშინ მე ეს გავაპროტესტე, იქვე და თქვი რომ სად არის ჟურნალისტური ქარტია? სად არის საერთოდ კოლეგებო რა აი ამას არ უყურებთ თორსა აი ეს იყო ჩემი გაპროტესტება და აი აქვე დამთავრდა ეს. რა თქმა უნდა მე ვიცი როგორც მე შემდგომ რომ ქარტია შეიკრიბა, მათ არ ვიცი საყვედური არაფერი არ ვიცი მასი გაგრძელება. მომზადებული წამოხვედი ნინო და რატო და არა, იმიტომ რომ ვიცი რომ საყვედური გამოგიცხადეს, მაგრამ შენი გათავისუფლება ხელისუფლებისგან არა. რა თქმა უნდა, ხა კარგი ახლა ინგა რა, ძალიან სასაცილოა რომ რომა ქეფხიშვილი არის ის ფიგურა, რომელსაც ახლა ხელისუფლება ძალიან არ გამასმინცემს სიტყვას რომა თავად რით იხსნი, იყო ეს პოლიტიკური შენი 23 იანვარს მე წინა ეთერში ვთქვი ძალიან მოკლედ ვიტყვი და დავასრულებ ამ თემაზე საუბარს. ამ თემაზე რატოსა ვიცით კითხვას ჩვენ ვლაპარაკობთ მოდის თუ არა არასასურველ ჟურნალისტებზე ხელისუფლებისგან აგრესია. ან ხდება თუ არა წახალისება, ან მითითება რომ დაუშვათ გაგიშვან სამსახური. გიორგი გვიმრაძე, რომელიც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დეპარტამენტის დირექტორი, ასე ქვია მის დეპარტამენტს, რომელიც არის ქართული ოცნების აქტივისტი, ეს მის Facebook-ის კედლიდან ვიცი რომ ქართული ოცნების აქტივისტია ბანერად ქართული ოცნების ბანერი ქავერზე აქვს ატვირთული ამ ადამიანმა 23 იანვარს მითხრა რომ მე თუ არ მოვეშვებოდი Facebook-ში კრიტიკული პოსტების დაწერას კრიტიკულია მარუშკინას შეურაცხყოფა მიაყენო ნინო ჯღარკავას შეურაცხყოფა მიაყენო ეს კრიტიკულია არა მე მაინტერესებს შენი კრიტიკული ერთი პოსტი გაიხსენე პოლიტიკური ძალიან მინდა პოლიტიკური პოსტი გაიხსენე და არა ხალების შეურაცხყოფა კრიტიკული პოსტების წერას საზოგადოებრივი მაუწყებელი მე დამემშვიდობებოდა გაგაფრთხილეს კი და თან მითხრა მე გიორგი უმრაძემ რომ ანუ კრიტიკული პოსტების წერას ხელისუფლების მისამოდი ჩავეკითხოთ კრიტიკულ პოსტებში რას გულისხმობდი რომა შემოდი ნინო და ნახე ახლა ხო შემოდი ხარ და მე შემოვედი და ნახე ის უბედურება რაც ქართველმა კაცმა იკადრა სტანდარტი რაც არის აი ეს იყო არაკაცური საფცელი ფიში გეტყვი მე რომ ლალის ადგილას ყოფილიყავი და მას ორი ბიჭი ყავს შენი ტოლი ბიჭი ყავს თითქმის უფროსი ბიჭი ალბათ აი გარმაუდებოდა კორცხელი და მე ნუ ყვით აი ეს ნუ მოდით მე კორცხელი თქვენი ხელწერა ამ ხელისუფლების ხელწერა მე ოჯახში ვარ რომა გაზდი მე ოჯახში ვარ გაზრდილი კაცები არაკადრებს ჩვეულებრივი ეგზალტირებული ამას არაკადრებს არავის კაც მამა ჩემი აკადრება და ჩემი პოლიციელი მოდით მეგობრებო ბატონს ხადა ყოველ მოწუჭი ჟღარ მოდით მე მაშინ მომზადებული რეკლამას გავუშვებ ჩემთან არ დაპირ ეთერში და მე მინდა შემდეგ უკვე ზურასთან და თამთასთან შეკითხვით შემოვიდე და რა თქმა უნდა თქვენთანაც გავიხსენოთ ყველაფერი რაც ხდება ბოლო პერიოდში. კორცხელის დროს გამოძიებამ არ გამოავლინა ვინ იყო ორგანიზატორები. კი, გირაოს მიღმა და შემსრულებლების მიღმა რეკლამა ზურა ეთერში. კი ბატონო, და რეკლამის შემდეგ თქვენი პასუხით დავბრუნდეთ. სამაგალითოდ დაისაჯა. ისე რომ არავინ არ დასჯილა. დაამთავრეს ყველანაირი სპორტული კარიერა. კარგით, მოდით რეკლამის შემდეგ ვართ პირდაპირ ეთერში. არ უნდა აღნიშნოთ ეს ფაქტი, მაგრამ